ჩემთვის პირადად იქ დავიბადე მე, ხო და აფხაზეთთან აი სოხუმში გადი ჩემთვის დედამიწის ღერძი და კარგად რომ მივაყურადებდი ხოლმე ჭრიალიც ისმოდა, ხანახან ეს დასაზეთია. მეთქი ხუმრობდი და ეს ულამაზესი კუთხეა მართლა და ყველა კუთხე ლამაზია რა მშობლიურია და სადაც არ უნდა დავიბადეთ ჩვენ, მაგრამ ეგ მართლა საოცარი კუთხეა. მე პატარა ბიჭი ვიყავი, ხატვარო დავიწყე მეორე კლასში ლექსებს წერდი. ხო და ფიქრობდნენ უფრო მხატვარი გამოვიდოდი და ვაკვირდებოდი ფერებს, ყველაფერს ვაკვირდებოდი და იმ დროს ვნახე რომ სხვა ქალაქებში, აქ სამეგრელოში, იმერეთში რო გადმოვდი, მამაჩემი სამხედრო კაცი იყო და კარგად ვიცოდი საქართველოს, იმიტომ რომ ერთი წლის ვიყავი სულ რომ ბაღდადში გადაიყვანეს და 6 წელი მანდ ვიყავით, მაგრამ სულ იყო ბაღდადის სოხუმი, ძველი პაბედებით, ზიმებით, სატვირთოებით, ამით დავდიოდით ხოლმე. ხო და აი სამხედრო კაცმა მამაჩემმა ძალიან ბევრი მიჩვენა თავის პროფესიით, წყალობით და თვითონაც ისეთი მოგზაური კაცი იყო და დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით კარგად ვიცოდი და თბილისში ძალიან ხშირად ბავშვობის ნაწილი აქ გავატარე. ამიტომ ამ შედარების დროს ვხედავდი რომ ფერები ქონდა აფხაზეთს ბევრად უფრო ესე იგი კაშკაშა, მაგალითად წითელი უფრო წითელი იყო, მწვანე უფრო მწვანე. რატო? იმიტომ რომ უზარმაზარი ზღვა გაწოლილი, მზე ამოდის მთები და ირეკლება შუქი და იმდენად ძლიერია ზღვაზე არ ეკლელი შუქი, რომ მწვანე უფრო მწვანეა და წითელი და ნებისმიერი ფერი და მე როდესაც უკვე დასასვენებლად ჩამოდიოდა ხალხი, ისინი დიდხანს ემზადებოდნენ ამისთვის ფულს აგროვებდნენ, ფერად კაბებს იკერავდნენ, ფერად ტანსაცმელს და აი ეს ფერადი ქალაქი იყო კიდევ. და მე იყო ძალიან ბევრი ეროვნება ცხოვრობდა მან აფხაზეთში, სოხუმი იყო ქალაქი არის, რომლის წინაპარი არის დიოსკურია და დიოსკურიაზე სტრაბონი წერს, რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში 70 ენაზე ლაპარაკობდნო ამ ქალაქში, ბევრი ვაჭარი, ბევრი ესე იგი მასმინძელი სტუმარი ხდებოდა 70 ენაზე იყო და თუ თლათამდენი არ იყო, ბევრ ენაზე იყო. მე თანამედროვე ჩემი ბავშვობის სოხუმი და ჩემი სოხუმი უფრო ამას იმეორებდა ამ ისტორიას და ადამიანთა ურთიერთობები იყო ძალიან საინტერესო.